ბესიკ ჩაჩიბაია დაიბადა 1965 წლის 31 იანვარს ქალაქ სოხუმში. სწავლობდა სოხუმის მე-14 საშუალო სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. ხოლო 1993 წლიდან სწავლობდა ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა წარჩინებით და 2 წელი იმუშავა ამავე უნივერსიტეტის მექანიკის კათედრაზე. 1999 წელს ბესიკი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და ომის დაწყებამდე მუშაობდა ქალაქ სოხუმის დოსაალში ინსტრუქტორად. ბესიკს ძალიან უყვარდა მისი ოჯახი და მეგობრები. ის იყო ძალიან თბილი, ჭკვიანი და მიზანდასახული ადამიანი. მას უყვარდა კითხვა და მუდამ ზრუნავდა საკუთარი თავის განვითარებაზე. ბესიკ ჩაჩიბაია 1992 წლის სექტემბრიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23 მექანიზირებული ბრიგადის საკომენდანტო ასეულში. ბესიკი გამოირჩეოდა როგორც დისციპლინირებული უშიშარი მებრძოლი. მონაწილეობდა პოზიციურ ბრძოლებში მდინარე გომისთაზე, სოფელ აჭადარში, სოფელ იაშტუხასთან, ასევე ასეულის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლისას 1992 წლის 3 დეკემბერს სოფელ ატარა-აბხაზკაიასთან ბესიკი გმირულად დაიღუპა. მას დარჩა მეუღლე და 2 შვილი. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბესიკ ჩაჩიბაია სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით მხედრული მამაცობისათვის. ბესიკ ჩაჩიბაია გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია.